მოგესალმებით. გასულ კვირას პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს გაბრაზებისა და წყენის ერთი და იგივე საბაბი ჰქონდათ. პრეზიდენტს ეწყინა ის, რომ მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა საზოგადოებას მოუთხრა ამბები, რომლის სიყალბის შესახებაც სააკაშვილის აზრით ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყველაზე უკეთ უწყოდა. ხოლო ოპოზიციამ და ქუჩაში უკმაყოფილების გამოსახატად გამოსულმა ათასობით პროტესტანტმა ჩათვალა, რომ პირველ წყაროდან მოისმინა სიმართლე, რომლის შესახებაც არც თუ უსაფუძვლო ეჭვები მანამდეც ჰქონდა. ოქრუაშვილმა ღია ეთერში ყველაფერი არ თქვა. ყველაფრის თქმა ვერც დროებისთვის მოასწრო. მას დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ კიდევ არ ჯეროდა, რომ სააკაშვილი ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. თუმცა როგორც ჩანს, სრულიად უსაფუძვლოდ. რადიკალიზმი ხომ არა მარტო გენერალ ოქრუაშვილის, მთელი მისი ყოფილი გუნდის მთავარი საფირმო ნიშანია. იმედის ღია ეთერში ნათქვამი სიტყვების შემდეგ ყველას აინტერესებს კიდევ რის თქმას აპირებდა საზოგადოებისთვის ახალშექმნილი პარტიის ახალმოვლენილი ოპოზიციური ლიდერი. დროების ჟურნალისტები თია ადეიშვილი და გიორგი შეწირული მოგვესმენინებენ იმას, რაც ოქრუაშვილმა მაყურებელს დაუბარა. ხოლო რა სათქმელი დარჩა დაუმთავრებელი, მასზე უახლოეს პერიოდში მხოლოდ მკითხაობა მოგვიწევს. ასე რომ ჩვენ ახლა გთავაზობთ იმას, რისი თქმაც ოქრუაშვილმა მოასწრო მანამ, სანამ მას დააკავებდნენ და დაიჭერდნენ. ის ახლა ტუსაღია, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ უყურებს ამ რეპორტაჟს. ჩვენ თითქმის ყველა მის გამონათქვამს გთავაზობთ, რომლის ჩაწერაც კი მოვახერხეთ მანამ სანამ მას დააპატიმრებდნენ. ეს იყო ღია ეთერში გზად მომავალი ოქრუაშვილის შეხედულებები ძველ მოვლენებზე, გარკვეული პროგნოზი, პერსპექტივა, როგორ ფიქრობდა ის, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები კონკრეტულად მის პარტიასთან დაკავშირებით, ზოგადად ოპოზიციურ მოძრაობასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ექნებოდა მის გამონათქვამებზე, მის განცხადებებზე თავად პრეზიდენტ სააკაშვილს, მის ყველაზე ძველ, გამოცდილ და ერთგულ თანამებრძოლს. ასე რომ ნახოთ რეპორტაჟი. დიდი ომი, მაშინ როდესაც ორივე ძირება. სააკაშვილსაც შეიძლება მეტად მოუძიოს ჩამოიტანოს. ბოკერიაზე, ქიტოშვილზე, კეზერაშვილზე, მერაბიშვილზე, ჟვანიაზე და სხვა საინტერესო დეტალებზე ირაკლი ოქრუაშვილი დაჭერამდე რამდენიმე საათით ადრე ყვება. ხელისუფლებიდან განდგომილი პირველ წყარო იმ ღამით ალავერდობაზე იყო მიპატეჟებული და დროებასთან ინტერვიუს გაგრძელებაც სწორედ იქ გადაწყდა. შეგვიძლია წავიდეთ ტრაზე თუმცა მასალა საკმარისია იმისთვის, რომ იმაზე უფრო მეტი გავიგოთ, ვიდრე თუნდაც დღემდე ვიცოდით. ოქრუაშვილის ოქროშუალედი ცოტა გვიან და მძიმედ დაირღვა. ის ერთიანი საქართველოს იდეით დაბრუნდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მიწისქვეშა ბიძგები შემოიტანა. პარტიის პრეზენტაცია და ოქრუაშვილის საჯარო გამოსვლა დაგეგმილი 27 სექტემბრის ნაცვლად მოულოდნელად 25-ში დღის 3 საათზე გადაწყდა. ამ დროს ნიუ-იორკში ღამეა. დრო როცა პრეზიდენტებს წინავთ. პირველივე წინადადების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქართულ პოლიტიკაში გარკვეული უძრაობის ხანა დასრულდა. ფაქტია ისიც, რომ მოვლენები პრეზიდენტის სპოუქსმენის დიმიტრი ქიტოშვილის სკანდალურმა დაკავებამ დააჩქარა. ქიტოშვილი, რომელიც ოქრუაშვილის დაჭერისთანავე მისი ერთი თვის ხელფასის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეში მთავარი მოწმეა. დამიკავშირდა ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. ქიტოშვილი მე ვფიქრობ, რომ არ დაუჭერეთ. ქიტოშვილის დაჭერა არის სპექტაკლი. ქიტოშვილმა საკმაოდ ბევრი რამე იცის იმაც, რომელიც მათ შეუძლია. ქიტოშვილი დაიჭერეს იმის, რომ ოქრუაშვილი რამეთქას დასასწრება, იმიტომ რომ ქიტოშვილთან არ საქმიანი ურთიერთობა აღარ ჰქონია 2003 წლიდან. აი ეს დაჭერის ფაქტი რის პროვოცირებას იწვია? არ ვიცი, სხვა შეიძლება დასკვნას არ ვაკეთებ. ერთ-ერთი ვერსიით ვფიქრობდი, რომ ქიტოშვილის დაჭერით საბოლოოდ ხო არ მიბიძგეს, რომ წასულიყო. მაგრამ თუ ეგეთ სულელები არიან, რომ მაგას უშვებდნენ, რომ ეს შეიძლება წასულიყო. ბერჯერ შემომიტანეს, მაგალითად საუბარად როცა ვიყავი, აი გიჭერენ არ ჩამოხვიდე. მე შემოვთო დურაკები ხო არ ხართ, ხა თქვენ გონია არ დავждები და ეს არის, რომ თბილისში არ დაბრუნდებოდი. ქიტოშვილის დაჭერა შეიძლება თქვენ დაჭერის მცდელობა იყო რესტორანში. ცოტა თავხედურად მოიქცნენ, მაგრამ ჩემი დაჭერის მცდელობა კი არ იყო, გორის საკრებულოს ბიჭები ყავდა შეკრებილი. და ერთ-ერთი პიროვნება აერიათ გორის განგებულის მოადგილეში, რომელიც ძებნა გამოცხადებული. მე მოვიდნენ ბოდიში მოიხადეს. აბა თქვენ რო დაურეკეთ თითქოს არ არის შეიძლება. თქვენთვის კარგად ნაცნობი სიტყვები გამოიყენეთ.
სიტყვები გამოვიყენე, მაგრამ ადამიანები ეს იმასთან პოლიციასთან ურთიერთობაში გამოვიყენე. მადლობა. ოქრუაშვილის დარღვეული სიჩუმიდან რამდენიმე საათში უმრავლესობის ლიდერმა ყოფილ თანაგუნდელს ცრუ და მატყუ არა უწოდა. ბოკერია ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ის იმაზე მშვიდად იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არადა ის იმაზე მოუმზადებელი ჩანდა, ვიდრე საერთოდ არის ხოლმე. ბოკერიამ განდგომილ თანაგუნდელს ტელეეთერიდან უთხრა, რომ დასწრება ხელშეუხებლობას არ ნიშნავს. ცდილობს ამ ტიპის განცხადებებით პოლიტიკური ხელშეუხებლობის შეძენას. მართალია გიგა ბოკერია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც კი არ არის, მაგრამ რატომღაც სწორედ მას ვკითხეთ. დაიჭერენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს და ჰქონდათ თუ არა მასზე კომპრომატები. ოქრუაშვილის ქმედებები სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნის დროს იწვევს თუ არა ეჭვს მასზე სისხლის სამართლის. მისი რეაქციები იწვევს ეჭვს. ადამიანი, რომელზეც ჩვენს ხელისუფლებას დიდი ფსონი ჰქონდა დადებული, სახელისუფლებო წრეებში 1 საათში გახდა მდაბიო და აგდების ობიექტი. რაც იმას კაცი არ მოკლავს. ეს შემიძლია გითხრათ მე თერაპიაში. მაგრამ სააკაშვილი რო სასწავლო მდგომარეობაშია, ამის თქვა შემიძლია. ძირითადი ტაქტიკა მათი იქნება ის, რომ მე გამომიყვანონ პრორუსულ პოლიტიკოსად. ეს სულელია. პრორუსულზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგოს ლომის წილი ოქრუაშვილის კისერზეცაა. გენერალი ოქრუაშვილი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის რთველის გენერალმა რუსებთან ყოველგვარ ეთიკას უღალატა და ფეკალური გამონათქვამების გამო ბოდიშის მოხდა სამომავლოდ გადადო. მეც ვზად ვარ მოვიხადო ბოდიში, მას შემიძლია დაბრუნდებით აფხაზეთში და ცხინვალში. კითხვაზე სად იყო აქამდე პასუხობს, რომ მისი ფრონტის ხაზი ცხინვალზე და სოხუმზე გადიოდა და ყველაფერს სწორედ ამიტომ ითმენდა. ძველი ცხოვრებიდან ახალ სამუშაო ოთახში თავდაცვის მინისტრის კაბინეტიდან წამოღებული გენერალ მაზნიაშვილის პორტრეტი და კოდორში გადაღებული ჯგუფური ფოტო მიიტანა. სააკაშვილის მთავრობის ომის მინისტრი თავისი არამშვიდობიანი გეგმებით რუსეთის გარდა დასავლეთსაც არანაკლებ აღიზიანებდა. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, იმიტომ რომ პიროვნულად მე დასავლეთთან ურთიერთობები გასაბმელი არ მქონდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა ეკეთებინა ის საქმე, რასაც ახლა დაუშვათ გულისხმობთ ჩემთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამას აკეთებდა. რამდენად დაზარალებულები გამოვედით მაშინდელი მოვლენებისგან საერთაშორისო ურთიერთობებში. ალბათ ამას დრო შეაფასებს. უთხარი ამერიკის ელჩს. მე უთხარი რომ ქვეყანაში არის ბევრი მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ფაშისტური ტენდენციები დანერგილი. ეს შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ჩემს ირგვლივ აქ საუბარია ქარელზე ან გორის გამგებელზე. ბევრი სხვა ადამიანზე უკვე სათავლავიც ამერია, მგონი 16 კაცი ყოფდა წერილი უკვე. ჩემს ირგვლივ თუ კი ადამიანი არსებობს ისეთი, რომელიც მეტნაკლებად ფასეულია ჩემთვის ამ შემთხვევაში, ყველას იბარებენ, ყველას თხოვენ ერთ რამეს, რომ დაგვიწერით ოქრუაშვილზე რამე. თუ კი სადმე რაიმე კომპანია არსებობდა, რომლის თუნდაც პატარა წილის ფლობელთან რაღაც ურთიერთობა მქონდა, ან ადვოკატობის დროს, ან იმის შემდეგ. ყველა ეს კომპანია პარალიზებულია, დალოქულია და გაჩერებულია. ამით უგზავნიან მესიც სხვა ბიზნესებსაც, რომ თუ ოდესმე თავში გავილებთ აზრს, რომ ოპოზიციას ფული მიცეთ, ლეგალური ფული, თქვენც იგივე შეიძლება გაიზიაროთ. მე ვუთხარი ამერიკის ელჩს, რომ მას აქვს სიტუაციის განმოხტვის საშუალება. ღია ეთერში მინიმუმ 2 თვე ვერ გამოჩნდება, მაქსიმუმ 25 წელი. ინგა გრიგოლიასთან სკანდალური აღსარებისას ხაზი პრეზიდენტის კაბინეტში დაგეგმილ მკვლელობებს გაუსვა. როცა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილის სამთა კავშირი საერთო იდეებს და პრინციპებს ეყრდნობოდა. ოქრუაშვილმა გარკვევით თქვა, რომ პრეზიდენტის დაკვეთის შესრულების შემდეგ მასაც მოკლავდნენ და ცოდვა ამიტომ არ ჩაიდინა. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაშვილის ლიკვიდაცია? კონკრეტულ სიტყვებს ვიძახი. ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ხარირი. ეს გახდათ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. რატო იყო ესე საშიში პატარკაშვილი? რატო არის ეს საშიში მის ხელისუფლებას? მაგრამ რომელ ტელევიზიაზე ჩაწერეს რაფიკა, რომელიც ხელისუფლებას არ ახლავს. კარგად იგივე. იმედის კანა. ეს არის კაცი, რომელიც ზუსტად იცის, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. განსხვავებით ბევრი იმ ადამიანებისგან, ვინც ის ლაპარაკობდა. ამ კაცმა დაგვაბრალა ის რაც მან ძალიან კარგად იცის, არის თავარი პრინციპი ჩემი ცხოვრების, რის წინააღმდეგაც მე ვილაშქრებ. ნათესაურ კლანური კორუფციული გარიგებები. დაგვაბრალა ის, რაც არის ყველაზე მიუღებელი და ყველაზე ისეთი რამ, რაც არასოდეს არ გაგვიკეთებია და არასოდეს ვერ გავაკეთები და მან ეს წინვალეთ და მშვენივრად პიროვნულად იცის. პრეზიდენტმა ყოფილ თანამებრძოლს ამ განცხადებამდე უფრო მკაცრად უპასუხა.
მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი ახლა თავს უფრო მძიმე მდგომარეობაში გრძნობს ვიდრე ოდესმე. საქართველოში დღეს რთულად იპოვით ადამიანს, რომელსაც პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ისტორიის ჯერა. ოქრუაშვილთან ინტერვიუს შემდეგ ეჭვები უფრო გამყარდა. პირველი წყარო ამბობს, რომ მან პირადად პრეზიდენტისგან იცის, რომ ჟვანიას ცხედარი საბურთალოს 54-ში მიიტანეს. უბრალოდ მონსტრი ვიყავ იმ შეხვედრებისა, რაც გარდაცვალების მერე ხდებოდა და იქ ვისმენდი ყველაფერს. რადგან მე ვახსენე. და რა ეს რაც თქვი. რა მიიტანეს იმ სახში გვამი? რაში დასჭირდა? რა მისი მეუღლე და ძმა არიან მზადთან დასახელებული. კი, იმგვარად შევხვდებით. მომავალ კვირას კიდევ ბევრ რამეს გეკმავდა. მათ შორის ალბათ შენახული ინფორმაციის თქმასაც, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც სააკაშვილის ხელისუფლების დასუსტება იყო. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გამოგლიჯოთ ხელიდან. თუნდაც ამხელა, თუნდაც ამაზე მეტი. ეს იქნება ყველაზე ეფექტური, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. უნდა მოხდეს პოლიტიკური რეფორმის გატარება ქვეყანაში და ის ინსტიტუტები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნა დაკნინებული, საუბარია პარლამენტზე დაუშვათ, საუბარია სასამართლოზე. უნდა დაბრუნდნენ იგივე პოლიტიკური ბალანსის ფორმატში, რაც იყო 2003 წელს. ხალხის დაკვეთა არ ყოფილა, რომ ბენდუქიძე, ქაზულუქებული ბენდუქიძე ყოფილიყო მინისტრი. ან ბუკერია ყოფილიყო ქართველი ხალხის სახე. დღეს მუშაობს მხოლოდ ერთი ინსტიტუტი. და ერთი ინსტიტუტის ნებასრულზეა დამოკიდებული სულ ყველაფერი. ეს არის პრეზიდენტი. სააკაშვილი რას სიტყვის, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს, იქნება ყველაფერი. მომატებული ხელისუფლება ადამიანს რკნის. ადამიანს რკნის და მე მომატებული ხელისუფლების შედეგად ეს სიმპტომები რაღაც დოზით ჩემთვისაც გამომიცდია. ვინ შეგიყვანოს კაფე მოდიათ. ალბათ ეს იგულისხმო ოქრუაშვილმა, როცა მომატებული ძალაუფლების მანკიერება აღიარა. კადრში ჩანს, რომ ბიზნესმენი, რომელიც მინისტრის ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობს, თავად ოქრუაშვილმა გადაარჩინა. მასალა კი სავარაუდოდ მერაბიშვილის გარემოცვამ კონსპირაციულად გაავრცელა. ცნობისთვის მაშინ ორივე ერთ გუნდში თამაშობდა. აი როცა ამბობთ, რომ შიშის ფაქტორი გაიქესა და ასე შემდეგ. ამის მამა არ იყო ის თავიდან შალიკიანის მომენტი რო არის. შალიკიანთან დაკავშირებით მე შეხება მქონდა მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ შალიკიანის ბრალი უნდა წარმოყენებინა მე როგორც გენერალური პროკურორი, იმიტომ რომ ის იყო დეპუტატი. შეხება შალიკიანის აყვანის ფორმატს. ეს ფორმატი არც მე არ მომწონებია და ეს ფორმატი ამ ფორმატზე კითხვა დაუსვით მაშინ დელჩინა გასაკუთრდა და უშიშროების მინისტრს. ბიჭი არის საუკეთესო იურისტი იყო. ძალიან კაი შემოსავლები ქონდა მართლა. აი პატიოსთან ხან ამერიკელებთან ხან მუშაობდა ხან რას არ აბრალებდე რომ მაგან გაყიდე ენერგეტიკა აბსოლუტ ყვილებ. მე უთხარი რომ წამოდი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. მithქვა რომ მე აი ამდენი ფული მაქვს ბანკშიო, რამდენსაც მეყოფო, იმდენი ხნით ვიმუშავებ მოადგილედ, იმიტომ რომ იცოდე რომ იმის იქ მე შიმშით მოკვდებიო და ეხლა სხვა მაგ ხელბაზე ვერ ვიცხოვრობ. მე უთხარი აი რამდენი ხანს გეყოფა თქო, ერთი წელი მეყოფაო. აი მე უთხარი წამოდი სულ მეუბნებოდი რა ეხლა ამდენი დამჭა რომ მივუახლოვეთ კრიტიკულს ზღვარს, მაშინ კი წამოვედი, მე წავედი სამსახურიდან, მაგრამ და ესე წამოხვალ. მაგრამ მე იყო საკრებულოში და იქაც სისხლი გაუმწარა ყველას. გაუმწარა, მაგრამ ყველა მისი გამოძიებული საქმეები, რომ კომისიის თავმჯდომარე იყო. გავაგზავნით პროკურატურაში, პროკურატურა იღებდა ქთაებს და ამ ხალხს წყნარად უშვებდა. ეხლა მიეცა საშუალება, რომ მართლა საქმე გააკეთოს. და მართლა ძალიან ისეთია ბოლო წლებში ნორმალური ცხოვრება ყო, ჩაიცვა ფორმა, არ ძინავს, არ ღვიძავს, მანქანაში ძინავს გზებზე, ხანსად არის ჩასაბრუნებელი, ხანსად. და პრაქტიკულად ამოქოლა კონტრაბანდა. ასე აღმოჩნდა წარმატებული ადვოკატი ოქრუაშვილი ძალაუფლების გვერდით. მისი ფართო ბიზნეს კავშირები და მდიდარი გარემოცვა ახლა დალუქული საწარმოების მძევალია. რაც შეეხება მის დანაზოგებს, ამბობს, რომ ისიც შემცირდა. ჩემს მდგომარეობას, ფინანსურ მდგომარეობას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სახაბელო მდგომარეობაში არ ვარ, იმიტომ რომ აღარ მაქვს მე იმის ფუფუნება, რაც ჰქონდა დაუშვათ 2002 წელს, ან თუნდაც 2004 წელს. თუმცა პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო თანხების მოძებნა მე ალბათ არ გამიჭირდება. ბევრი მიზეზის გამო. განსაკუთრებით იმის გამო, რომ რევოლუციის დროს საკმაოდ ბევრი წყარო ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა თანხს. ამ წყაროებთან ურთიერთობა მე მქონდა. ამ წყაროებთან ურთიერთობა დღესაც მაქვს და ბუნებრივია ამას გამოვიყენებ პოლიტიკური საქმიანობისთვის.
აქ საუბარია სრულად ლეგალური ფულის მიღებას. თუმცა საკმაოდ მძიმე პროცესი იქნება ეს, იმიტომ რომ ხელისუფლებას ბიზნეს ტერორში ყავს კიდევ ერთხელ. ოქრუაშვილის ყველაზე მსხვილ და ყველაზე ცნობილ ბიზნეს პარტნიორს ქიბარ ხალვაშს ხელისუფლებამ პოლიტიკური ცეცხლი მეგობრის დაჭერამდე გაუხსნა. მაგრამ არავის გახსენებია, რომ International Building Companies და Arch Group-ის მფლობელს 2004-ში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2 აყიდინეს და მერე ისე ჩამოართვეს, რომ არც ტელეკომპანიის კოლექტივისთვის და არც ქიბარ ხალვაშისთვის არ აუხსნიათ მიზეზები. რატომ უნდა გადაეფორმებინა 10 მილიონი დოლარის ქონება ყველასთვის უცნობი, მაგრამ ქიტოშვილისთვის კარგად ნაცნობი პირისთვის. ხალვაშის აგებული ყაზარმების მშენებლებს კი პრეზიდენტი პირადად იცნობდა, ასე რომ საეჭვო არ ცოდნოდა, ვინ იდგა Building Companies უკან. გაჩნდა ბევრი იდეალისტი. აი ხა დღეს ოქრუაშვილთან ერთად დავდივოდი. ოქრუაშვილი რო აშენებს ამ ყაზარმებს, გეგონება აშენებს რაღაც საკუთარ რაღაც საშვილიშვილო, აი საკუთარ საშენებს. ეს განცდაკა. აი ეს ფანჯარა რა ღირს, ეს ის რა ქვია, პარკეტი რატო არის არ არის ბოლომდე გამომშრალი, დადის ესე შენებელი ერთ-ერთი, რომელიც აშენებდა მასთან ერთად ამ დღეებში მიყვებოდნენ, ერთ-ერთ ჩემ ნაცვლებს უთხრა, რომ სიცხლი გამიშრო. ყოველდღიურად იწყება ვაჭრობა, საშინელი წუწურაქიო, აბა ეს რამდენი ღირს, აბა ეს და საერთოდ ფულს ვერ ვაკეთებ. წუწურაქი ოქრუაშვილი მტრებს ყველა მხრიდან იგროვებდა. მისი გუნდის წევრი არასდროს ყოფილა ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი და თავდაცვის დღევანდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი. მაგრამ ოქრუაშვილისთვის უცხო არც კეზერაშვილის ფულის შეწერის მეთოდებია. შარშან ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის დავალებით კეზერაშვილმა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი არალეგალური შავი ფული მოაგროვა, შავი სალაროდანაც იხარჯებოდა. და ეს იყო 5,000, 10,000, 15,000 დოლარების ოდენობით წყალებში შეწერილი ფული თუნდაც პატარ-პატარა ბიზნესებს. მსხვილ ბიზნესს სხვა კურატორი ჰყავს. ოქრუაშვილი ამბობს, რომ მათ შორის პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანიაც არის და რომ ალასანია მან ფაქტზე დააკავა. ეს ადამიანი 200,000 დოლარს ძალავდა ესტაფონის ფეროს თუ არ ვწდები სამეთვალყურო საბჭოს წევრს ვინმე კაპანაკს. ეს თანხა იქნა გადაცემული მისთვის, ამ დროს მოხდა მათი დაკავება. თემურ ალასანია მას პირდებოდა, რომ არანაირი წილების არევა არ მოხდებოდა თუ მას ამ თანხას გადაუხდიდა. მინისტრთა კაბინეტის ქორს პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოუცვალა მინისტრის პორტფელი. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, საბოლოო წასვლის შემდეგ სააკაშვილს ის მხოლოდ ერთხელ შეხვდა. არაბი ბიზნესმენების ყველა ჯგუფის კოორდინატორი იყავიო რა. ამ ფაქტიურად რაღაცნაირად მოგთამოს მიპირებდა ამის თუ რა იყო ვერ მივხვდი. თქვი შენ პრეზიდენტი უნდა გეკოს, მოთხოვე მე რა ბიჭუნა გასაკუთრებით მე კოორდინატორი უნდა ვიყო თქვი. უამრავი ჭორმართალის მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილი ახლა ყველაზე მეტად მაინც კანცელარიაში ბოლო გამოჩენას ნანობს. ამ ერთ წელიწადში ისწავლა, რომ სჯობია ოპოზიციაშიც ისეთივე დაუნდობელი იყოს, როგორც ხელისუფლებაში. არადა ჭორები ოქრუაშვილის და თავთუხაშვილის, ოქრუაშვილის და უგულავას ხელჩართული ჩხუბის შესახებ საზოგადოებაში სულ უფრო აღვივებდა მითს არასერიოზული მინისტრთა კაბინეტის შესახებ. თავად ამბობს, რომ ეს მითი არ არის. შეუძლოდ თან სახში ჩემთან მოვაჩერ გაგიზდა. სახში წვენ? დეჯემის გასულების მე სოფელში ჩავედი ჩემთან სახში და პროექტში ბატონ ბოგენეც გიწადოთ. ბიშასთან თარეკვა დავაპირე. და არა, ესეც ცუდი საუბარი ქონდა რა, ხარი უბრალოდ არაკაც ხარ მე და ჩემ ცოლის ტელეფონს რო ისმენთ, მე თქვი რა გონიათ მეთქი მე ხა ისეთი ტიპი ვარ, რომ ცოლის ტელეფონი დავიწყებ ლაპარაკს, რომ ჩემი ტელეფონიდან რაღაც არ გავიდეს მეთქი. გასაგები მიზეზების გამო ცოლების თემა კიდევ გაგრძელდა, მაგრამ როცა ოქრუაშვილზე საუბრობ, ზუსტად უნდა იცოდეთ, იქნება თუ არა მიშა ქარელის და ალეკო სუხიტაშვილის მეგობარი, თქვენი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილმა კი ეს ზუსტად იცოდა. ვინც ქარელის სიკეთე აქვს არ დაინახავს. უნდა შავსვათ იმ ეშმაკის ბორბალს, ჩაურთვით და აღარ გამოვიდეთ. წეგან მე და ოქრუაშვილი ვიღაც გოგონები გვაწერებდნენ ხელს და ირაკლი მოუწერა, გვანცა ძალიან მიყვარს. მე მოვიდა ჩვენ და თქვენც მომიწერეთ. და მე ვუთხარი, მე მოუწერა. თუ ირაკლი ოქრუაშვილს უყვარხარ, მე რაღაც შუაში ვარ. მიხეილ სააკაშვილი. მართლაც ვერაფერს იზამს. ოქრუაშვილის ორდღიანი ოპოზიციური შტურმიც კი უფრო ეფექტური აღმოჩნდა ვიდრე სხვების მრავალწლიანი მოღვაწეობა. მან რიგით ჩინოვნიკზე ბევრად მეტი იცოდა და რიგით ოპოზიციონერზე ბევრად მეტი თქვა. იცოდა რომ დრო ცოტა იყო, მაგრამ რატომღაც სჯეროდა რომ მაშინ დაიჭერდნენ, როცა უფრო რეალურ საფრთხეს შექმნიდა. თუ დაგიჭირეს. დაურცხავ ამას იმ სიტუაციაში, როდესაც ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სააკაშვილმა და არა ბოგერია.
სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღოს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს დაემატოს. ეს ამის საფრთხე ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ ამ საფრთხეს მე შევუქმნი მას. მერაბიშვილში არ არის საქმე, ის მერაბიშვილს მოიშორებს 5 წუთში, როგორც კი დაინახავს გარკვეულ საფრთხეს. და მერაბიშვილის მოცილებით ამ საფრთხეს განაიტრალებს, ის ამაზე არ დაფიქრდება. მერაბიშვილსაც ხო შეუძლია თქვენცებით გამოვიდეს და ყველაფერს თქვას. მერაბიშვილმა ქართულად ლაპარაკი იცის? მაგრამ იცის სიმართლე. მერაბიშვილი არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის არის ჩამოკიდებული სააკაშვილზე, ის არის სააკაშვილის მონა და სააკაშვილის დასრულსანავე ის პოლიტიკაში არ დარჩა. ყველაზე მეტად რისკი გეშენიათ აი ახლა ამ სიტუაციაში. იმის რომ ესენი ქვეყანას დაღუპავთ. სანამ თქვენ გააკეთებთ ამ ხმაურიან განცხადებებს, ძალიან ბევრჯერ თქვა ამის შესახებ და იმედია თქვენ ამას არ უარყოფთ, თქვენ ამდენჯერმე შეხვდით თქვენს ყოფილ თანამებრძოლს და ყოფილ მეგობარს მიხეილ სააკაშვილს. და გქონდათ მოლაპარაკებები მასთან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის. არა, ეს არ შეეფერება სიმართლეს. მე მას შევხვდი თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ ერთხელ 22 მარტს მოხდა ეს შეხვედრა კანცელარიაში, ამთხოვა რომ სულიყავ და გვესაუბრა ზოგადად გარკვეულ საკითხებზე. მაშინ არ ყოფილა საუბარი რამე კონკრეტულ შემოთავაზებაზე. ერთადერთი შემოთავაზება რაც მე მახსოვს ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების არ მინდა დავასახელო სახელდაგვარი. ერთ-ერთი პიროვნების მეშვეობით წორწდები ივნისის თვეში, როდესაც მოაიდელი ავთქვა. მაგრამ ეს შემოთავაზება მე სათავეში ვემოყალი. იმის გამო რომ თავისთავად ამორალური იყო შემოთავაზება. და გთავაზობდათ პრემიერ-მინისტრის პოსტს. რეალურად მერაბიშვილის, ბოკერიას, ლომაიას გავლენის გაძლიერებით. სანამ გენერალური პროკურორის მოადგილე მამაო ჩვენოსავით ჩაიკითხავდა ანტიკორუფციულ ციტატას, უკვე იცოდა რომ კაცი, რომლის საქმიანობაზეც რამდენიმე თვეა ძიება მიმდინარეობს, ჩინოვნიკი, რომელსაც 4 უმძიმესი ბრალი წაუყენეს, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის თხოვნით კინაღამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. ქვეყნის, სადაც კორუფციასთან ბრძოლა პარტიული კუთვნილების მიუხედავად შეუქცევადი პროცესია.